აუ პირველად მომიტეხე ხელი, შემომხედეთ უბრალოდ რას გავარ. აუ მივხვდით ამბობ უკვე მაგას. ექიმა ხო თქო რომ თავი აქ მეტყვი და პრობლემები იქნება ცოტა ხანი მიხსიერებისო. ხო გახსოვს? ანუ დროებით ამნეზია რო გქონდა, თუ ეგეც არ გახსოვს. ცოტა ხანი სხვა თემაზე ილაპარაკეთ რა. თეკლა ჭამე ეგ სპაგეტი პირიც არ დაგიკარებია. ვის მინ შეუკვეთ რა. სად ვარ საერთოდ? ფრაგულეში ვარ, ტაქსით მოვედით, ინგამ გამოგვეცილა. აუ პასკა რო შეუკვეთ, მაგასაც მომიტანენ ალბათ. აუ მოიცადე ერთი წუთი. რა პასკა? ახალი წელი იყო უკვე? აი ეგრე ძალიან როგორ მიეჯახეთ თავი გქონდა მერტყმული. აუ ძალიან მეცინებაში რომ თავის მithმა გიგვist. უკანასიდენიების ქვემოთ იყავი ჩაჭედილი. შენმა მეზობელმა გელამ და თემურამა მოგიყვანეს. აუ ნეტა მაგის დავიწყება შემეცლოს. დამარცხდა და მეც ამნეზია რა იქნებოდა. ანუ რა ამნეზია, ვინმეს დაიმართა ამნეზია? აუ მაგდეს ერთ გავსინჯავ, რა გემრიელია? აქ ყველაფერი გემრიელია, იმიტომ რომ აქ ვეკეთებენ ყველაფერს უმაღლეს ხარისხის ინგრედიენტებით. სულ შეჭამიხლა. გამარჯობა, თქვენი პასკა. გემრიელად მიირთვით. აუ ძალიან დიდი მადლობა. დეცონა განახოთ. აუ გიხვეწებ იქ პასკაც გავჭრათ, რა ძალიან მომინდა. მიხეთები ვის რო გავჭრა, მე ინგა მიგამჭრის. კაი სახში მაინც გაჭერი მე რა. აუ მანქანა სად დავაყენე? თეკლა შენ მანქანა არ გყავს, ნუ დროებით. Ja, მომპარი? არა. თუ დაჭჭკილი როა. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები, მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იწყედით და მარტინის მსესუმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახელიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხო? აუ რამხელა მარცვლებია შიგნით. ხავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. ცხვირი კონდა წეღანთით. მონაწოდე მეც დავიღე. აუ დედა ჩემ აიცით დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი ყოჩახს მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვიცვალე ტირიდან. ამოდით უნდა ბიგასტიკოდი რო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. ჯარხეული მაქვს. ანასტასია, ვისელოდები? მიდიხარ სადმე? ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიადოს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა თვითფრინავი. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ ვინ გადიდა არის ნერვულად ძალიან გიხოთ რა. აუ იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გავხვალ სამხრივია. რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს კორპუსთან, სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მაინც შეგაჩეროს. აგერ ერთ თიკო გაუჩერე. თიკო დაჯდები წინ? არა, იყო ჩავჭდები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს ფიცა ვარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეჭე და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებიც ვერ შემოდია და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყურე რა. თიკო ნოილაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკეთებ? ძალიან დავარტყინე და კურკში ჩავადგი ფეხი. დაი მაგითა შემოხვიდე ხასახში დააწყე მაგ შემოსასვლელში. რა იყო რანაირად ჩაადგი? ძაღლის კურკლი იყო. ზემოთ თავიდან დამეძახა ვასომ და დაბლა არ ვიყურებოდი. შეხედე სულ დასვრილია. დედა გაწიე კაცო რა ცხვირს წინ მიტრიალებ, ვერ გავიგე. დააწყე მაგ შემოსასვლელში რომ გამახსენდეს გავრეცხო მერე. ნახე იქ მიდი 5 დავდე. გახსენი რა გიყიდე. ახალი ბოტასები.
შენ წინასწარ იცოდი ისინი რომ დამესწრებოდი და მაგიტომ იყიდი ახლები? რა წინასწარ ვიცოდი კაცო, ნუ მოდიალობ რაღაცებს ჩაიცვი მიდიერთი გაისინჯე. კარგია? წინ თითი როგორ აგაკ? კარგად მაგ ჩემი ზომა. სად იყიდეს? გამოგიწერე. საიდანაც ანასტასიამ გამოწერა ამას წინ თავისი ნიუ ბალანსები, იქიდან გამოვწერე მეც. ფოფსარია ქვია მაღაზიას, ხო, ონლაინ მაღაზია. რას ამბობ კაცო, უმაღლესი ხარისხის რეპლიკებია, შეხედე. აუ ერთხელ იცი ვასო მიყიდა ფეხსაცმელი ბაზარში და სახში რომ მოიტანეს ორივე მარჯვენა იყო. მერე მეორე დღეს ის გამყიდველი ვეღარ იპოვეს და ეგრე დადიოდა ერთი თვე. მოღრეცილი ქონდა მერე ფეხი. დედა რანაირად დადიოდა მერე ორივე მარჯვენა თუ იყო. მოვიდი. აქეთ ვარ, შემოდი. რა მოხდა? ეს ფოტოსები ვინ დააწყო შუა გზაში? ფეხი წამოყარე და წავიქეცი. აუ რა სუნია? ის რა არის? აუ ეხლა გულია მეტივა. მარი კეთო ტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ. მარი! აი გამარჯობა თქვენი. ესე იგი კოჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე რომ გვირჩიოთ. კუჭის მოქმედება, როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი ახლა მომწესრიგებელი ექიმა იმასაკ. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღრათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოყნა უნდა ამ კაცს აშკარა. თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მიუღლება რამ კაცის. მიბრძანდით თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ, რა ვიცი, დეფიციტშიაო და ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი. იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა 3. ბავშვისთვის ოღონდ, ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა, სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არც ახსოვსებული არა მაქვს შენ ჯერ მე ისე ვიყიდი. ჯილდა სალამი, გავახარ. დედა ინგა გოგოსავით ხარ ვერც გიცანი. რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა თქვენ ხო ხართ კარგად. გოგო რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი? გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა, რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან, თან დიალეზი და ხო ეს დიალეზი როგორი ის არის. შენები როგორ არიან, мама როგორ არის? რა ვიცი, мама ჩემი დიალეზია, რაღაცა ისე მოერყა ჯანმრთელობა. დიალეზი ხო. დიალეზი არის აუცილებელი. ხო, აუცილებელია. და ესეთი სვანური კერძები მოვიტანე გოგოებო, სუფრა უნდა გაგიშალოთ, ნუ იტყვი. 5 წუთი მინდა ზუსტად. შერე გითხარი. და ის ამბავი თუ გაიგეთ, ხერხეული ზუსტ გოგო რო გათხოვილა, ისეთ ბიჭს გაყვათურმე ღმერთმა ყოლა დაიპაროს. უი, ჯვარი გწერია, ინგა ეს ძალიან კაი ღვინო გაქისე მიყვარს. გუშინ საღამოს ჩვენი მეზობლის გოგო მოაცილა ვიღაცა მანქანი დღამის 11 საათზე. უბრალოდ ვერ დავინახე ხა ვისი გოგო იყო, მაგრამ შეყვარებულია აშკარად. ეგ მე ვიყავი ფიქრიედეიდა. სამსახურის მანქანით მომიყვანეს სახლში გუშინ. და მძღოლიც უნდა გენახეთ, მივხვდებოდი რომ 73 წლის თენგიზით ჩემი შეყვარებული ვერ იქნება. ხო. ინგა საიდან მოიტანი აბა ეს სვანური კერძები გაგვიმხილე? საიდუმლოდ ვინახავდი, მაგრამ გეტყვი. ერთი ძალიან კარგი ადგილია დადიანზე, გადასასვლელ ხითან რო არის პარი, ხო იცი, სანამ ხუდადოვზე აუხვალ. აი მაქს პარის ქვემოთ რო კიდეები ჩადეს, მანდ არის გახსნილი სვანური გემო არაჩვეულებრივი. ნახე რა კლუბდარია უკვე. კლუბდარია ძალიან კარგი იყო, არ მქონდა აქამდე გასინჯული. ნუ ახლა კლუბდარი ხო რა თქმა უნდა. შენ ეგ სვანური ლობიანი გასინჯე, სულგუნია შიგნით, არაჩვეულებრივი და მე რე ჭახრაკინა უნდა დავჭრა ახლა და ესეც გაგასინჯო. ვაიმე, კიდე რა ხერა ქონდათ? უყურე. სვანური ტაფლი. რა ვიცი, ნიგოზი, თხილი და ნუში და ყველაფერია, ჩიგნით ომარიკოს უყვარს ძალიან, ხო? კი, ომარიკოს ძალიან უყვარს. წინა ბაგიდანაც მარტო თხილები და ნიგოზები ამოჭამა. არც ერთი აღარ იყო დაჩენილი. ანუ რა მეთქვა? დილაობით რო აკითხავს ხოლმე ჩვენი მეზობლის გოგოს სულ ერთ და იგივე მანქანა. დაკვირვებულები ხართ? კი, ფიქრიედეიდე და ეგეც მე ვარ და მძღოლით თენგიზია. აშკარად შევჟუჟონდი, ჩემი წასვლის დროა. გულითი ცხოვრი და იპოვეგზა, წვების თაზე შენა და ჭირდება. ო, სიმღერა როგორ დავივიწყო? ანასტასია, გინდა კარატისედეთ ჩაგიტარო? გამეცალის ანა მიხილები კიდე შეხრჩენია. იო.
აი ამ წამს საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანე, გაიგე? აი მე გაჭედეთ კაცო რა მეხადა თავი ნუჩხუბობთ. მოჭება შენი ნაწილი. და რა სიმღერაა ეს? ამეკვია და კაცო დილიდან ისიც არ მახსოვს სად მოვისმინე. კარატეზე მიმიყვან, ილეთებს ასწავლიან და ჩემი კლასელებიც დადიან თან. რა კარატე აიტეხე ხლა ვერ გავიგე, გაჩერდიო ოღონდაც რა. Baime, სხვათა შორის ჩემ ბავშვობაში ასწავლე და ჩემი მეზობლის კაცი კარატეს სოფელში, ხო? იაძიმა ხერხეულიძე. ხო. ცოლი ყავდა სხვათა შორის რაღაც ესეთი იაპონური შესახედაობის და იტყუებოდა თურმე მთელი ამდენი წელი რომ ჩემი ცოლი სამურაების შთამომავალია. რაღაცა ლომიძე აღმოჩნდა მერე ბოლოს ეგ ქალი. სხვათა შორის თიკო დადიოდა 3 წელი კარატეზე ბავშვობაში. ერთხელ თურმე 16 წლის რო იყო ვიღაცა კაცი აიკიდა ღამე, კორპუსებთან სახში როცა მიდიოდა. ამა კიდე ისეთი ილეთი ჩაუტარა რომ დილით ის კაცი იპოვეს დაგორებული კიბეებზე. გამხარი ფოთლები ქონდა მიყრილი ზედო. ხო არა, თავდაცვა აუცილებელია კაცო, გოგოებისთვის კიდე განსაკუთრებით. რა ვიცი უკვე ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მეც მინდა თავდაცვა და მაწარე რა კარატეზე თან სახთან ახლოს არის სკოლისკენ და მე ანასტასიას მოვერევი ხოლმე. მაგას კიდე ერთხელ გააკეთებ და თიკოს ნასწავლს სასიკვდილოებით ჩაგიტარებ, გაიგე? აი ეს უკვე ბოლო წვითი იყო. მე დამჭერ. შენ დახშეს თუ ხარ გიშველის. აუ გამი. ნუ დაანგრიეთ კაცო სახლი რა ხდება? არაფერი. ჭკვიანად.